8 წლიდან აწარმოებს ჭურჭელს. დაიღუპა მამა და მის მერე ოჯახს არჩენს 3 ძმა დარჩა ობოლი და 8 წლიდან უკვე აკეთებს. თავიდანვე უშლიდნენ პატარა ჩარეკებს აკეთებდა და დამალული ვიყავით ბუჩქებში ისე გამოვიდოდი და ვყიდიდო. მე თანდათან წამოვიდა და აღარავინ დაუშალა და ყველანაირის გაკეთება იცის. ძირითადი დოქები, ლობიოს კოტნები, ფიალები, კეცები ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად. მიწის შეზავება ყველაფერი იცის. ეხლა ბაჭას ბუგზედაც ვიდექი. წლებია უკვე, აქ ვარ 20 წელიწადია და გავარ და ვყიდი. აქ რო გადმოვედით მერე. უბრალოდ შეიცვალა. ბევრი რაღაცები უნდა მეყიდა რომ რაღაცა შემოსულიყო კლიენტი მიმეზიდა და დავიწყე ნელა-ნელა ყველაფრის ყიდვა. აბსოლუტურად მაგ ზოგი მეზობელი მერე ხეს აკეთებს, ზოგი რა ვიცი ეკლესიებს, დოლებს და ასე ყიდულობ და ვყიდი. ზოგი ჩემი მაქვს, ზოგი სხვისი ნაწარმი მაქვს. იქ რო ვაჭრობდი კარგად და ოჯახს ვარჩევდი, დღეს ამით ოჯახს ვეღარ ვარჩევ. ვერ ვარჩევ. იმიტომ რომ ისეთი რაღაც ბაზრობა კლიენტი არ მოდის დაბლა. სადაც ვდგავართ, ეს არის შორი მანძილი, თითქმის კილომეტრიანია. და ძალიან შეიძლება მე 20 ლარიც ვერ ავიყო 3-4 დღე ვიდგე ვერ ავიყო და ვერ მივიტანე ოჯახს. იზოლებული ვარ, ეს ჭურჭელი მე თვითონ სხვას მივყიდო, რომ ვარჩინო. თუ რაღაც არ შეიცვალა ძალიან ძნელია, თორე ეს რაც გააკეთეს ძალიან კმაყოფილები ვართ. ამის მიხედვით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბაზრობა არ არის, რასაც ქვია. იზოლებული ვარ, მე ცოტა იქიდან მოვიგო, რომ რაღაცა გავაკეთო ოჯახში. გავარდა ბაზრობა ძალიან. თანაც აი მოპირდაპირე, ახლა ერთ მხრივია და იქ ორი მხრივი იყო. ყველა შემოდიოდა იქიდანაც აქედანაც და უფრო მიტოც იყო. ეხლა იქაც მოვიდა კლიენტი დაინახა ამოვლაზე ვიყიდი. ამოვლაზე და ეს უკვე ჩვენ შეგვეტყო. ძირითად გამკეთებლებსაც შევეტყო და ყველა შეეტყო. ძალიან გაჭირდა რა. ისედაც არ არის ალბათ ვაჭრობა არ ვიცი. რასაც ქვია ჩავარდა ბაზრობა. ამას ვეძახი, არ ვიცი და ჯერ გადასახადი არ აგვაქვს. ჩაბარებული არ არის. შემოჭრილები ვარ ჩვენ. ხოდა არ აგვაქვს გადასახადი, აქ რო გადასახადი იყოს, მე მაგალითად პირადად ვერ გავძლებ. მიჩემია სახში დავდე იმ ფულის გადახდას და სახში ვაბარო თუ ვინმე წაი. ცვლილებამ გამოიწვია შეფერხება, გაჩერდა ვაჭრობა. არ არის ცნობადობა. მართალია ტრასაზე ვართ, მაგრამ არ გვაქვს მინიშნებები, აი ნიშნები არ დგას. და ძალიან ცუდია. აი რო შემოდის ტურისტი ვერ ჩერდება. შეიძლება მე თანდათან რომ გაიცნობს, მიხვდება ხალხი რომ აქ არის ვაჭრობა, შეიძლება იყოს მე რაღაც, მაგრამ ამ წუთში ვერ ვართ კმაყოფილები. ჯერ ისედაც ვერ ვართ მშობელი ხალხი კმაყოფილი და ახლა წარმოიდგინეს რომ კიდე ესეთი რაღაცა დაგვევართ. აი ეს არის ჩვენი ნაწარმი. აი ეს შროშის ტიხა. მე ყავს მეზობელი იმას წნავს, მეზობელი ხის ნაწარმს. აი ეს ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლა ხდება და ამით გვაქვს მე პროდუქცია 1-2-ის შეძენილი. ზოგს ყიდულობთ, შემოგვაქვს. ძვირი ჯდება. ფასი რო დავადებით არ მოსულს კლიენტს. შემოსასვლელები არის ძალიან ცუდად. ერთი არის შემოსასვლელი, აქ რო იყოს რამოდენიმე ერთი ორგანი ეგ შემოსასვლელი. ყველა იქნებოდა ერთდაერ პირობებში. ეხლა ჩვენ ვარ თვითონ უნდა შევნახოთ ისეთი რაღაც რომ გეგმა რომ ახლა ის ცოდვა არის ყველა ერთი მეზობლები ვართ მე თუ ივაჭრო იმანაც ხონა ივაჭრო ცოტა და ნამდვილობა იქნება საგზაო დეპარტამენტი იქნება პირადად მოთხოვნა არის სოფლი იქნება გაგვიხსნან იქ აი ასეთი შემოსასვლელი ეს არის ერთი მოთხოვნა თუ შეიძლება ვიცით რომ არ შეიძლება გვეუბნები რატომაც ვარ იქ და გამოდაგნისი დაუშვათ ეს არ არის ახლა ეს ბოლომდე გასწილი ნახოთ ახლა ვაჭრობა გამეტანად დანის ერთობა ვერ არის ვაჭრობის საქმე ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით აქტუალურ საკითხად რჩება, მას შემდეგ რაც რუსეთის ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს. როცა მწვავე დგება საკითხი აღიარებს თუ არა, შეერთებული შტატები რუსეთის შეშფოთების საფუძვლიანობას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით და მზადაა ეს საკითხი მოსკოვთან განიხილოს. როგორი იქნება ნატოს პოლიტიკა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში? ისტორიკოსი შალვა თავაძე პარალელს ავლებს და იმედოვნებს, რომ ნატო საქართველოს
რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვებს და თავიდან იქნება აცილებული იმ ფაქტის ანალოგი, რასაც ადგილი ჰქონდა ბრიტანული ჯარების ქმედების შემთხვევაში. როგორც ვიცით, რუსეთ-უკრაინის ომის ჯერჯერობით დასასრული არ აქვს. და აი ამ ომის ფონზე დასავლეთიდან და უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ადმინისტრაციიდან არც თუ ისე კარგი მესიჯები წამოვიდა ნატოს აღმოსავლეთის გაფართოებასთან დაკავშირებით. ხო, ეხლა ამის შესახებ ისაუბრა სულ ახლახან ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია საზავო მოლაპარაკების დროს ეს საკითხი უპირველესად იქნეს განხილული. ხო, მართალია ერთი დღის წინ ნატოს წარმომადგენლობამ საქართველოში გააკეთა განცხადება, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებით, რომ საქართველო ნამდვილად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ გვაქვს ასევე ჩვენ ლოგიკური დავშვათ საკითხი, რამდენად რეალური ეს ყველაფერი. ეხლა თუ ისე წარიმართა ყველაფერი და ამ ომს შეეწირა საქართველოს ეროვნული ინტერესი და მისი დასავლეთთან დაახლოება, საქართველო აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ეს ისტორია გავიარეთ, როდესაც დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი და იმ იმედით, რომ დიდი ბრიტანეთი შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში და მერე მოულოდნელად როგორ მიატოვა საქართველო რუსეთის წინ. ხო, 20,000 კარგად შეიარაღებული ჯარისკაცი ყავდა დიდი ბრიტანეთის ვაჟა საქართველოში. რომ ბრიტანეთი არ გასულიყო, გავიდა თავის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ გასულიყო, რუსეთი ასე ადვილად ვერ გადმოლახავდა კავკასიას მაშინ. მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. ეხლა დიდი იმედია, რომ ეს ისტორია არ განმეორდება და ახლა უკვე ნატო და მისი ფლაგმანი ამერიკის შეერთებული შტატები პირისპირ არ დაგვტოვებს ამ რუსული იმპერიის წინაშე. მე ამის იმედი მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობა გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს, ისი არ მოხდეს ეხლაც, იმიტომ რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს და დასასრულიც რომ არ უჩანს. ეხლა ერთი მომენტს მინდა კიდევ ხაზი გავუსვა. ეხლა ვკითხულობდი ნატოს ხელმძღვანელის გარკვეულ მესიჯს, სადაც ის ამბობს, რომ დიახ, რუსეთმა უკან დაიხიოს, თუმცა იმავე დროს ამატებს, რომ მაშინ რაც ჩინეთი უწევს დახმარებას რუსეთს, რუსეთის სამხედრო პოტენციალი იზრდება და ის რასაც რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აკეთებს სამთვეში, დასავლეთს ამისათვის სჭირდება 1 წელიწადი. წარმოიდგინეთ, ახლა 5 წლის შემდეგ, როგორც ისინი ვარაუდობენ, რა დონეზე გავა რუსეთის შეიარაღება. ამიტომ ძალიან დიდი დაფიქრება მართებს ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც მეტი მოეთხოვება, ჩვენ ხანდახან არ ვთხოვთ ხელისუფალი იქნება თუ ოპოზიციური ფლანგი იქნება, არ ვთხოვთ პასუხს იმაზე, რაც მოსათხოვია. ჯერა რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო მარტო არ აღმოჩნდება რუსეთის წინაშე. მეპატრონისგან ძაღლის მიტოვება შესაძლოა დასჯადი გახდეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძე აცხადებს. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300,000-დან 350,000-მდე. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას და აღსრულებას, რაც უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე ამ მიმართულებით ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაუადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა.
ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით. ეგრეთ წოდებული დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ დარჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და უპატრონო ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი, აცხადებს მამუკა მდინარაძე.